საქართველოს ექსპერტების შეფასებით ასეული მომზადებულია ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ბატონო გენერალ-მაიორო, საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრის 48 რეკრუტმა ქალაქ ქუთაისში სამხედრო ოფიცრით დადო. საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრის ინსტრუქტორი სერჟანტ ცხოვრებაში. გამარჯობა ბატონებო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. გავისურვებთ. გილოცავ სამხედრო ოფიცრის დადებას. საქართველოს მხარდამჭერს მთელ მსოფლიოში და ჩვენ მეგობრებს. მიულოცოთ ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს. პატივს მივაგებ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. მეგობრებო, სკებოდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. დიდი ხნის განმავლობაში სიცოცხლის ბოლომდე მოუყევით ჩვენ შვილებს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეთყვით არას ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება. თავისუფლების მოედნისაკენ მოვიდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების 4 ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, სწორედ 26 მაისია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქართველო იმ რესპუბლიკის მემკვიდრეა, რომელიც 1918 წელს გამოცხადდა. და ყველას გილოცავთ, მთელ საქართველოს ულოცავ და ძალიან ბევრი დღე გვეზეიმოს ასე მშვიდობით და ასეთი ღირსშესანიშნავი სტუმრებით. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც დღე მოტანილია დიდი ჯაფით და დიდი სისხლით. მე მგონი ლამაზი დღე გამოვიდა სამხედროების მხრიდან, ვაჩუქეთ ჩვენი შესაძლებლობა გამომდინარე სილამაზე ქალაქს და დარწმუნებულობს გავსი დღესასწაულების, გავსი ბედნიერი დღეები უფრო მეტი ექნება ჩვენ ქვეყანას.